კიდევ ერთხელ მოგესალმებით, უყურებთ ქრონიკას 17 საათზე, მე ქეთი ლაცაბიძე ვარ. თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 17-მა პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა. ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციართა რეგისტრაცია მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიესალმება აზერბაიჯანისა და სომხეთის სამშვიდობო შეთანხმებას. ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველო ყოველთვის მხარს უჭერდა და მომავალშიც მტკიცედ გაანაგრძობს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერას. მთავრობის მეთაური ამერიკის შეერთებული შტატების და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს მიღწეულ წარმატებას ულოცავს. დონალდ ტრამპის შუამავლობით ორ ქვეყანას შორის მიღწეულ შეთანხმებაზე განცხადებას ავრცელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საქართველო მიესალმება ამ ისტორიულ მომენტს სომხეთის, აზერბაიჯანის რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის. ულოცავ ამერიკის შეერთებული შტატების, აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს ამ წარმატებას, ისტორიული მშვიდობის შეთანხმების მიღწევას და რეგიონში სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარების ახალი ეპოქის დაწყებას. საქართველო ყოველთვის იდგა რეგიონში მშვიდობისა და თანამშრომლობის მხარეს და მომავალშიც გააგრძელებს მის მტკიცე მხარდაჭერას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება 2025 წლის 8 აგვისტოს ვაშინგტონში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის შუამავლობით აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შორის მიღწეულ ისტორიულ შეთანხმებას აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთა შორისი კავშირების დამყარების შესახებ. ეს ისტორიული შეთანხმება წარმოადგენს სამხრეთ კავკასიის რეგიონის მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს და გზას უხსნის რეგიონის გრძელვადიანი და სტაბილური განვითარების ახალ შესაძლებლობებს. საქართველო მტკიცედ უჭერს მხარს რეგიონში მშვიდობის განმტკიცებას და თანამშრომლობის გაძლიერებას, რაც მიმართული იქნება სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობისკენ. განსაკუთრებით მივესალმებით სამხრეთ კავკასიაში 10 წლეულების განმავლობაში გაჭიანურებული კონფლიქტის დასრულების პროცესში ამერიკის შეერთებული შტატებისა და პირადად პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გამორჩეულ წვლილს და ძალისხმევას. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ ისტორიულ მოვლენას ჯაჭვური რეაქციის ეფექტი ექნება შავი ზღვის რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების თვალსაზრისით. შინაგან საქმეთა სამინისტრო და საგარეო უწყება მოუწოდებენ უკრაინის შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები საკუთარი მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. საუბარია სასაზღვრო გამტარ პუნქტ დარიალზე, ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში მყოფ პირებზე, რომლებიც მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის არიან გასამართლებულნი. საპოლიციო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე ითქვა, რომ ქართულმა მხარემ უკრაინულ მხარეს რამდენიმე მექანიზმი შესთავაზა თუ როგორ შეიძლება მოხდეს ამ ადამიანების უსაფრთხოდ გაყვანა და დაბრუნება სამშობლოში, თუმცა ალექსანდრე დარახველი განცხადებით უკრაინული მხარე ამ დრომდე თავს იკავებს საზღვარზე მყოფი 87 მოქალაქის საზღვაო გზით დაბრუნების მექანიზმის გამოყენებაზე. დღემდე არ მიუღიათ საბოლოო ოფიციალური დასტური ჩარტერული რეისით მათი სამშობლოში ორგანიზებულ დაბრუნებასთან დაკავშირებით. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით პროცესის ხელოვნური გაჭიანურება აჩენს ეჭვს, რომ უკრაინული მხარის სურვილია ეს ადამიანები ხანგრძლივი დროით დარჩნენ ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში, შემდეგ კი ქართული მხარე იძულებული გახდეს დაუშვას ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე. ძალოვანი უწყება განმარტავს, რომ საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებას და მართლ წესრიგს საფრთხის ქვეშ არ დააყენებენ. ქრონიკამ ასევე მოიპოვა კადრები დარიალის სასაზღვრო პუნქტის ეგრეთ წოდებული ნეიტრალური ზონიდან, სადაც უკრაინის მოქალაქეები ცხოვრობენ. უკრაინის საელჩო სასაზღვრო გამშვებ პუნქტ დარიალზე არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესამსახურის კომენტარს ავრცელებს, თანამშრომლობას ადასტურებენ, თუმცა როდის მოხდება მათი მოქალაქეების გაყვანა არ აკონკრეტებენ. ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოებასა და მათ წესრიგს საფრთხის ქვეშ არ დავაყენებთ. მივმართავთ უკრაინის შესაბამის უწყებებს დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები საკუთარი მოქალაქეების უკრაინაში დაბრუნების უზრუნველსაყოფად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სრულ მზადყოფნას განახორციელოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული ყველა შესაბამისი ღონისძიება და ხელი შეუწყოს უკრაინულ მხარეს ეგრეთ წოდებულ ნეიტრალურ ზონაში ყოფი პირების სამშობლოში დაბრუნების პროცესში.
მათ შორის მზად ვართ ავანაზღაუროთ აღნიშნული პირების სამშობლოში დაბრუნებისთვის საჭირო ხარჯებიც კი. ამ შექმნის სიტუაციის დარეგულირების მიზნით ჩვენ როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრო, მისი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გავმართეთ არაერთი შეხვედრა უკრაინის საელჩოს წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე გამოყენებული იყო ჩვენი პოლიციის ატაშეების ქსელი უკრაინაში და შეხვედრები შედგა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რა დროსაც ჩვენ შევთავაზეთ მათ სხვადასხვა მექანიზმი ამ პირების საქართველოს სამშობლოში დაბრუნების საკითხის დარეგულირების თვალსაზრისით. ეს იყო ორი მიმართულება, ერთი იყო საჰაერო გზის გამოყენება და მეორე იყო საზღვაო გზის გამოყენება. სამწუხაროდ არც ერთ ამ შეთავაზებაზე უკრაინულ მხარეს ჯერ არ გაუწია ქართული მხარისთვის დადებითი პასუხი და გამომდინარე აქედან ეს ხალხი დღემდე იმყოფება დარიალის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე. 4 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 17 პოლიტიკურმა გაერთიანებამ მიმართა. 17 პოლიტიკური გაერთიანებიდან 5 პოლიტიკურ გაერთიანებას საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად სათანადო პროცედურის დაცვით ჰქონდა რიგითი ნომრის შენარჩუნების უფლებამოსილება, ხოლო 12 პოლიტიკურ გაერთიანებას რიგითი ნომერი მიენიჭა წილისყრით. ნაციონალურმა მოძრაობამ და პარტია ახალმა არ მიმართეს საარჩევნო ადმინისტრაციას, შესაბამისად მათ საარჩევნო ნომრები დაკარგეს. საარჩევნო კანონმდებლობა ითვალისწინებს რიგითი ნომრის შენარჩუნების შესაძლებლობას და ამავდროულად იმ პოლიტიკურ გაერთიანებებს, რომლებსაც ამგვარი უფლებამოსილება არ გააჩნიათ, რიგითი ნომერი უნდა მიენიჭოთ წილისყრით. ერთის მხრივ რიგითი ნომრის შენარჩუნება დაკავშირებულია რამოდენიმე ფაქტორზე. პირველი, უნდა არსებობდეს ზოგადად ამგვარი უფლებამოსილება, მეორე პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა მოემართა არაუგვიანად 17 ივლისისა და მესამე, მანამ სანამ გაიმართება წილისყრის პროცედურა, პოლიტიკურ გაერთიანებას უნდა მოემართა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისთვის არჩევნებში მონაწილეობის მიზნით. ამგვარი უფლებამოსილება მთლიანობაში 7 პოლიტიკურ გაერთიანებას გააჩნდა, თუმცა 2 პოლიტიკურმა გაერთიანებამ ცესკოს თავმჯდომარის 8 აგვისტოს მდგომარეობით არ მომართა, აქედან გამომდინარე რიგითი ნომერი შეუნარჩუნდება მხოლოდ 5 პოლიტიკურ გაერთიანებას, რაც შეეხება იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ წილისყრით რიგითი ნომერი უნდა მიენიჭოს სულ 12 პოლიტიკურ გაერთიანებას, დაწყებული 1-დან გაგრძელებული ყველა თავისუფალი ნომერი მოხდება ეგრეთ წოდებულ დოლურაში და გათამაშდება. საარჩევნო ნომრებთან დაკავშირებით კეთდება პოლიტიკური განცხადებები, ფაქტს გამოეხმაურნენ თავად ნომერ დაკარგული პარტიებიც. ქართული ოცნება თავის რუსულ სპეცოპერაციაში 5-იანს ვის მიანიჭებს, ცოტა არ იყოს და ფეხებზე კიდია. გადაწყვიტეს, რომ ბიულეტენში შეიტანონ ნომერი 4 და რომელიღაც ოპოზიციურად წოდებულ პარტიას მიაღებინონ ამ ნომრით არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენთვის ნომერი არ არის თავად. ნომერი არ აძლევს პოლიტიკურ პარტიას ლეგიტიმაციას. ნაციონალურ მოძრაობამ და მისმა დანაყოფებმა დაკარგეს საარჩევნო ნომერიც კი, მაგრამ მთავარია რომ მათ დაკარგეს საზოგადოების ნდობა, ისე რომ ისინი ნომრიანი აგენტები იქნებიან თუ უნომრო ეს იქნება საარჩევნო თუ არასაარჩევნო ნუმერაცია, რა თქმა უნდა, მათ არავითარი პერსპექტივა არ აქვს. საზოგადოება მათ კარგად იცნობს ნომრის გარეშეც და ნომრითაც. ამ ნომრებს ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმას, რომ რადიკალების და მათი პატრონების მხრიდან არის რაღაც გარკვეულ სცენარზე საუბარი, ნაწილი რადიკალებისა იღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ამით ცდილობენ კოლექტიურ ნაცმოძრაობაში, თვითონ ორთოდოქს ნაცმოძრაობასთან გამიჯნა მოხდეს ამ პარტიების თითქოს საზოგადოების თვალში დახატონ სურათი, რომ ისინი არ არიან დაკავშირებული კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების 219 დროებითი წევრი აირჩია. ბოლო წლებში დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად საარჩევნო ადმინისტრაციამ ამჯერადაც შესთავაზა კონკურსანტებს გასაუბრება და ამ პროცესის ლაივ რეჟიმში გადაცემა. 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიაში დროებითი წევრების ვაკანტურ ადგილებზე კონკურსი ცესკომ 5 აგვისტოს გამოაცხადა, თითოეულ ოლქში 3 ვაკანტური ადგილი იყო. ცესკომ სხდომაზე 73 საოლქო საარჩევნო კომისიაში 219 დროებითი წევრი აირჩია. შერჩევის პროცესი ღიად და გამჭვირვალედ მიმდინარეობდა. ცესკოს წევრებს ჰქონდათ შესაძლებლობა გასაუბრებოდნენ კონკურსის მონაწილეებს. აღსანიშნავია, რომ კონკურსანტების უმრავლესობას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული საარჩევნო ადმინისტრაციის საგანმანათლებლო პროექტებში, ასევე მათ ჰქონდათ როგორც საუბნო, ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებში მუშაობის გამოცდილება.
საკრედიტო სააგენტო Standard & Poor's-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა. სააგენტომ რეიტინგი უცვლელად ბიბი დონეზე დატოვა და სტაბილური პერსპექტივა შეუნარჩუნა. აღინიშნა, რომ საქართველოს აჩვენა მდგრადი ეკონომიკური ზრდა და გაუმჯობესებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა. რეიტინგის სტაბილური პერსპექტივა კი ეკონომიკური და ფისკალური სიჯანსაღით არის გამოწვეული, რასაც თან ახლავს ძლიერი პოლიტიკის ჩარჩო. გარდა ამისა, სააგენტომ საქართველოს 2025 წლის პროგნოზი 7.1%-მდე გაზარდა, წლის დასაწყისში პროგნოზი 5.7%-ს შეადგენდა. გამოწვევების და გლობალური გაურკვევლობის ფონზე აღნიშნული პერსპექტივის დადასტურება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ მაკროეკონომიკურ პოლიტიკას. რეიტინგი განპირობებულია მაღალი და მდგრადი ეკონომიკური ზრდით, ვალის ზომიერი დონით, საერთაშორისო რეზერვების შევსების დინამიკით. აღნიშნულს განაპირობებს ერთი მხრივ სტრუქტურული ეკონომიკური რეფორმები, რომლის განხორციელებას საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს, მეორე მხრივ მსხვილი და მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და მესამე მხრივ მცირე და საშუალო მეწარმეობის მხარდაჭერისკენ მიმართული სახელმწიფო პროგრამები. საკრედიტო სააგენტომ გაზარდა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2025 წლისათვის 5.7%-დან 7.1%-მდე, ასევე გაუმჯობესებულია მათი პროგნოზები მიმდინარე ანგარიშის დეფიციტთან მიმართებით 5%-დან 4.1%-მდე. გასათვალისწინებელია, რომ მიმდინარე შეფასებით ასევე გაუმჯობესებულია საქართველოს ეკონომიკური შეფასების ქულა. შეფასებაში აღნიშნულია, რომ მონეტარული პოლიტიკის ჩარჩო გონივრულია, რამაც ქვეყანაში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას შეუწყო ხელი. სააგენტოს პროგნოზით 2025 წელს ინფლაცია საშუალოდ 3.7% იქნება. მაღალი ტურისტული შემოდინებებისა და ფინანსური ნაკედების ფონზე შესყიდვების შედეგად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ბოლო თვეების განმავლობაში საერთაშორისო რეზერვები მნიშვნელოვნად გაზარდა. საქართველოს სუვერენულ რეიტინგს აფასებენ მართულ გუნდში. სახელმწიფო პარტიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქვეყანა ვითარდება, რაც კონკრეტულ მონაცემებზეც ისახება. ჩვენ ქვეყანა გრადი განვითარებით ეკონომიკური წინსვლით, მშვიდობიანი პოლიტიკის წყალობით მიდის სასურველ შედეგამდე და ეს ყველაფერი აისახება, რა თქმა უნდა, იმ რეიტინგებში, რომელიც საერთაშორისო კომპეტენტური ორგანოების მიერ არის გამოქვეყნებული. თავდაპირველი ვარაუდებიც კი, რომელიც შედარებით დაბალ რეიტინგს გულისხმობდა, იყო გაზრდილი კონკრეტული ამ საერთაშორისო ინსტიტუტების მხრიდან, რაც პირდაპირ მნიშვნელობით გულისხმობს ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სწორ ეკონომიკურ, ფისკალურ პოლიტიკას ქვეყნის განვითარების და ქვეყნის ეკონომიკური წესვლის მიზნით. ფინანსური სექტორის სტაბილურობა განაპირობებს გარკვეულწილად ეკონომიკის მდგრადობას. ფინანსურმა სტაბილურობამ მოიტანა ის, რომ ინფლაციის მაჩვენებელი გაცილებით დაბალია, ვიდრე პროგნოზით იყო გათვალისწინებული. შესაბამისად, ესეც იმ სწორ პოლიტიკაზე მიუთითებს, რასაც ქართული ოცნება ატარებს. ეს ორი კომპონენტი არის იმის წინაპირობა, რომ მომდევნო წლებშიც ამ მიმართულებით ეს სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება. ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში ჩასართავად ბენეფიციართა რეგისტრაცია მიმდინარეობს. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროცედურას გადიან ის პაციენტები, ვინც სერვისს კერძო სუბიექტებისგან იღებდა. ჩანაცვლებითი მკურნალობის მომწოდებელ სახელმწიფოს დაწესებულებებში ჯანდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. მიხეილ სარჯველაძე გაეცნო ვითარებას რეგისტრაციის პროცესისა და ცენტრების მზაობის შესახებ ინფორმაცია სამედიცინო პერსონალისგან მიიღო. მინისტრის განცხადებით, პროგრამაში ჩასართავად უკვე ასობით ბენეფიციარი დარეგისტრირდა და პროცესი უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გრძელდება, რა თქმა უნდა, მუშაობა იმ მიმართულებით, რაც გულისხმობს ჩანაცვლებით თერაპიის ცენტრების მზადყოფნის უზრუნველყოფას იმისთვის, რომ რეფორმის რეალურად ძალაში შესვლის მომენტისთვის 15 აგვისტოსთვის რეალურად მზად იყოს ყველაფერი საიმისოდ, რომ ახალ ნაკადს, რომელიც კერძო სექტორიდან გადმოინაცვლებს სახელმწიფო სექტორში, მზად დახვდეს ჩვენი დაწესებულებები. ამისთვის პრინციპში პრაქტიკულად სრულფასოვანი მზადყოფნა არსებობს. რეგისტრაცია მიმდინარეობს აქტიურად, როგორც ონლაინ, ასევე ისედაც მოდიან პაციენტები, ბენეფიციარები და ერთვებიან. ხვდებით ყველანაირად მომზადებული საპროცედუროებით, მისაღებით, გასაცემი ფანჯრები დავამატეთ იმისთვის, რომ შეუფერხებლად მოხდეს მიწოდება პაციენტებისთვის სერვისის.
აჭარის პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი ადამიანი ცხელკვალზე დააკავა. გამოძებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა ურთიერთ შელაპარაკების ნიადაგზე 2000 წელს დაბადებულს მინის ბოთლის გამოყენებით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. უხმანალექმა პრობლემები შექმნა ბათუმში. წვიმის შედეგად დაიტბორა გზები, საცხოვრებელი სახლების ეზოები, სარდაფები და პირველი სართულები. შესაბამისი სამსახურების მიერ აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სანიაღვრე და ზღვაში გამსვლელი არხების გაწმენდა. როგორც მოგეხსენებათ, უხმანალექის შედეგად დილიდან პრობლემები იყო ქალაქში, რამოდენიმე ლოკაციაზე მოხდა დატბორვა, რამაც გამოიწვია ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის შეზღუდვა. ამ ეტაპისთვის დასტაბილურდა სიტუაცია, სრულიად გახსნილია ყველა ქუჩა და მონაკვეთი. დარჩენილია რამოდენიმე ლოკაციაზე ამოტვიფრთი სამუშაოები, სადაც ბათუმის წყლის შესაბამისი ტექნიკა მუშაობს. ჯარის ბანაკი 2025 დასრულდა. პროექტის განხორციელებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სამახსოვრო დაფები გადაეცათ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საპატრიარქოს, ახალგაზრდობის სააგენტოსა და თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის მეთაურებს. წელს ჯარის ბანაკი კოჯორსა და საჩხერეში 8 ნაკადად განხორციელდა. ბანაკმა მე-9, მე-10 და მე-11 კლასების 1700-მდე მოსწავლეს უმასპინძლა. საცეცხლე, ტოპოგრაფიის, სამხედრო ნავიგაციის, პირველადი სამედიცინო დახმარების, თვითგადარჩენის, საინჟინრო და სამთო მომზადებასთან ერთად მოსწავლეებმა უპილოტო საფრენი აპარატების მართვაც შეისწავლეს. ჯარის ბანაკი ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებას, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების გააზრდას ისახავს მიზნად. უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან დიდია მოთხოვნა ახალგაზრდებში მიიღონ მონაწილეობა ჯარის ბანაკში. ეს ჩვენ გვაძლევს საშუალებას კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ თავდაცვის ძალები ჩვენს ახალგაზრდებს, მიიღონ ის ცოდნა, რომელიც გააქვთ ჩვენს გმირ სამხედროებს, ის უნარჩვევები გამოიმუშაონ, რაც აუცილებელია ცხოვრებაში და გამოადგებათ მათ და რაც თავარია, ეს იყო ძალიან სახალისოდ გაკეთებული, მათთვის ეს იყო თავგადასავალი. ჯარის ბანაკი გაიარა 1700-მდე სკოლის მოსწავლემ, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან იყვნენ შერჩეული. ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან სამხედრო საქმის სიყვარული. მადლიერების გზნობით აღნიშნავთ, რომ დღეს უკვე მე-3 წელია დამთავრდა ჯარის ბანაკის უნიკალური პროექტი, რომელშიც სიამაყით ვიტყვით, რომ საკმაოდ დიდი წვლილიც მიგვიწვის ამ იდეის წარმოშობაშიც, მე ერთობლივ მუშაობაშიც, თავდაცვის სამინისტროსთან, განათლების სამინისტროსთან ერთად და ეს ძალიან დიდი, ესე ვთქვათ, სიამაყის და სიხარულის საბაბია ჩვენთვის. ეცნობიან ზოგადად სამხედროების ცხოვრების წესს, პროექტი ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას. ზოგადად ჩვენი სამხედრო ცხოვრების წესის შესახებ, ასევე განსაკუთრებით ცხოვრების წესის პოპულარიზაციას. ახლა როცა უკვე და წასვლის დროს ძალიან გვიწყდება, რადგან ყველაზე კარგი სერჟანტები არიან, ძალიან თბილები არიან. ვისაუბრდი რომ კიდევ დიდხანს გაგრძელდეს და აქედან წასვლას არასოდეს არ მოვინდოვები ალბათ, მაგრამ სამწუხაროდ მიწევს. თქვენი თვალი დანახული სიღნაღი. დღეს სტარტი აიღო სიღნაღის საერთაშორისო არტ ფესტივალმა. ხელოვნების ფესტივალის მიზანია ახალგაზრდა და უკვე აღიარებული მხატვრებისა და მოქანდაკეებისთვის შემოქმედებითი სივრცის შექმნა, სახვითი ხელოვნების დარგების პოპულარიზაცია და მხარდაჭერა. ღონისძიების ფარგლებში სპეციალური ჟიური გამოავლენს საუკეთესო ფერმწერს, ასევე მოქანდაკეს. გამარჯვებულებს სერტიფიკატი და ფულადი პრემია გადაეცემა. არტ ფესტივალი, რომელიც სიღნაღის მერიისა და კულტურის სამინისტროს ერთობლივი პროექტია, 13 აგვისტომდე გაგრძელდება. სიღნაღში არტ ფესტივალმა შეიძინა, ასე ვთქვათ, მუდმივი სახე. წელს უკვე ფესტივალმა მიიღო საერთაშორისო სტატუსიც, რაც ძალიან გვახარებს ჩვენ. მასპინძლობთ ჟიურიში ორ უცხოელ სტუმარს, ასევე მონაწილეებიდან 3 მხატვარი ყავს, უცხოელი მხატვარი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროცესი გაგრძელდება, მონაწილეთა რაოდენობაც გაიზრდება. ტარდება სიღნაღში არტ ფესტივალი, რაც უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა. მონაწილეობენ საერთაშორისო მონაწილეები, ეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სიღნაღისთვის და სიღნაღელებისთვის, რადგან ის ტრადიცია, ის სული, რომელიც სიღნაღს გამორჩეულად და განსაკუთრებულად აქვს, აისახება ზუსტად ასეთი ტიპის ღონისძიებებში და კიდევ ერთხელ აქტიურებს სიღნაღს, როგორც მიზიდულობის წესს. ასეთი იყო ამ დროისთვის განვითარებული მოვლენები. ქრონიკა 17 საათზე დასრულებულია. ნახვამდის.